მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო ასეთი სახელწოდებით ვლადიმირ პუტინის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი შედარება იოსებ სტალინის წინაშე არსებულ გამოწვევებთან. უპირველესად ყოვლისა მე მინდა განვაცხადო, რომ მე ამ ორ დიდ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს ერთმანეთს არ ვადარებ და არ ვუპირისპირებ მით უმეტეს მათ. იოსებ სტალინის წინაშე იდგა შემდეგი ამოცანა. მას შეხვდა განადგურებული ქვეყანა, ჩამორჩენილი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების მტერი და მოღალატე ელიტის დიდი ნაწილი, მათ შორის მმართველი ელიტის დიდი ნაწილი, დასავლეთის მხრიდან გამანადგურებელი ლაშქრობის მოლოდინი და აუცილებლობა ამ ომისთვის მომზადებისა. Сталин ამბობდა: «Мы отстали от Запада на десятилетия. И если мы не наверстаем упущенное и не догоним Запад, нас сомнут». იოსებ სტალინს უნდა გაენადგურებინა მტრული ელიტა. სახელმწიფოს ეკონომიკა ფეხზე დაეყენებინა. შეექმნა ძლიერი არმია და გაემარჯვა დასავლეთთან ომში. რა ამოცანა დგას ვლადიმირ პუტინის წინაშე? თითქმის ანალოგიური. მას ასევე შეხვდა განადგურებული ქვეყანა, ჩამორჩენილი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების მტერი და მოღალატე მთელი მმართველი კლასი. 1999-2004 წლების ისე ზოგადად რომ ვიცოდეთ, 1999-2004 წლების მისთა კაბინეტის შემადგენლობა დღეს მთლიანად შეცვლილია. მაშინდელი პოლიტიკოსები დღევანდელ დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან. დასავლეთის კოლონია სუვერენიტეტის არ მქონე სახელმწიფო შეხვდა ვლადიმირ პუტინს. 2012 წელს კი დასავლეთის მხრიდან ომის დაწყება ასევე გარდაუვალი გახდა. რუსეთის ბოლომდე განადგურებისათვის ახალი ლაშქრობის მოლოდინი. მაგრამ ვლადიმირ პუტინის წინაშე გაცილებით რთული ამოცანა დგას. მას სუვერენიტეტის არქონის პირობებში უწევს მოქმედება. მანაც უნდა გაანადგუროს მტრული ელიტა. სახელმწიფოს ეკონომიკა ფეხზე დააყენოს, რაც უკვე შესძლო. სწორედ ამიტომ უძლებს რუსეთი მასზე დადებულ უამრავ სანქციას და უპირისპირდება 54 სახელმწიფოს მთელს დასავლეთს. შექმნა ძლიერი არმია. ესეც შესძლო უპირველესად ყოვლისა განაახლა მისი ბირთვული პოტენციალი, როგორც მთავარ მეტოქესთან დაპირისპირების ერთადერთი საშუალება. მთავარი მეტოქე კი ვაშინგტონია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1991 წელს ცივ ომში გამარჯვების შემდეგ ამერიკამ სისტემურად დაიპყრო საბჭოთა კავშირის ნარჩენები. 15-ვე რესპუბლიკა ხელში ჩაიგდო და ჩაიგდო ყველანი კანონის ძალით, მმართველი ელიტის ადგილზე დანიშნით, ფინანსებით, იდეოლოგიით, მედიით, განათლების სისტემით და ასე შემდეგ. იოსებ სტალინს არ უწევდა ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა. ვლადიმირ პუტინს კი უწევს. რუსეთის სტატუსი ოკუპირებული ქვეყანაა და თან დანარჩენი 14 რესპუბლიკის გარეშე. მათ ნაწილს დღევანდელ დღეს კი მკვეთრად ანტირუსული პოზიცია უჭირავს. არ არსებობს ლიბერალიზმის ტოლფასი იდეოლოგია. კომუნიზმში დაბრუნება კი რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს. ვინაიდან უდიდესი ნაწილი რუსეთისა არიან ბურჟუაზიის წარმომადგენლები. სტალინი კომუნისტური იდეოლოგიის დახმარებით ეფექტურად ახერხებდა მოქმედებას. იოსებ სტალინს არ უწევდა ოკუპირებული სახელმწიფოს კოლონიური
კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქმედება მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის წყალობით. თანაც მან ეს ავტორიტეტი მნიშვნელოვანწილად ლენინისგან მიიღო მემკვიდრეობით. ლენინს აღმერთებდა მთელი საბჭოთა კავშირი. პუტინს კი ჯერ ერთი ელცინის დროს შერყეული ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის რეაბილიტაცია უწევს დღესაც და თან ზუსტად აი ამ ოკუპირებული სახელმწიფოს კოლონიურ კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქმედება. სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირის ბანკი და ფინანსური სისტემა ჯერ კიდევ ლენინის მმართველობიდან არ იყო უცხო ქვეყნის კონტროლის ქვეშ. დღეს კი რუსეთის ცენტრალური ბანკი ფედერალური რეზერვის ფილიალია. იოსებ სტალინის დროს არ იყო მედია. დღეს რუსეთის მედია ფსევდოპატრიოტულ დღისწესრიგს სთავაზობს ხალხს. კანონით მის საქმიანობაში ვერ ჩაერევი. ან კი როგორ, რატომ? იტყვიან, რუსეთს ვადიდებთ. არმიის წარმატებებს სიხარულით ვაშუქებთ. ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოვდივართ. პრეზიდენტის შესახებ ყოველთვის დადებითად ვლაპარაკობთ. და რას ვაშავებთო? ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის აუცილებელ დღისწესრიგს რომ არ მისდევთ. აი მაგას აშავებთო უნდა თქვას ხალხმა, მაგრამ ვერ იტყვის. რადგანაც ამის შესახებ ხალხმა არც იცის, სწორედ აი იგივე აი მედიის მოქმედების შედეგად პრეზიდენტი კი კანონით მის პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. იოსებ სტალინის დროს განათლების სისტემა მთლიანად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო. კაპიტალისტურ საზოგადოებაში კი ეს ვერ გამოვა. არადა ზემოთ ვთქვით, რომ კომუნიზმში დაბრუნება რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს. ვლადიმირ პუტინის საუკუნეში გამოვა მეორე ტოტალური რეპრესიების ტალღას ვერ და არ მოაწყობს ადამიანის უფლებების მეფობის ხანაში და ციფრულ ეპოქაში, რომელიც დღევანდელ დღეს უკვე დადგა, ეს ფიზიკურად ვერ გამოვა. ელიტის განადგურება კი არა, ელიტის ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ახალი პატრიოტული სულისკვეთების მქონე და პროფესიონალი მებრძოლების სახით, რომელთა სამჭედლოც არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მსვლელობისაც ყალიბდება რუსეთის ახალი ელიტა. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით იოსებ სტალინს მოუწია დაპირისპირება მხოლოდ დასავლეთის ნაწილთან, გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან, რადგანაც ჰიტლერმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, თავს დაესხა ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებსაც კი გამოუცხადა ომი. ამაზე თავის დროზე სტალინს გაეცინა და თქვა, რით აპირებს გერმანია შტატებთან ომს, მას ამისთვის არც ფლოტი ჰყავს შესაბამისი და არც ასე შორი მოქმედი ავიაციაო. დღეს პუტინს კი მთელს კოლექტიურ დასავლეთთან უწევს დაპირისპირება ერთ მონოლითად შეკრულ დასავლეთთან. ბრძოლა, რომელსაც დღეს კიდევ რომელიც დღეს კიდევ უფრო ძლიერია და მიუხედავად იმისა, რომ ის შეტევაშია თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, დღევანდელ დღეს რეალურად ის თავს იცავს, ვინაიდან მას 1940-იან წლებში დასაკარგავი ძალიან თითქმის არაფერი ქონდა. დღევანდელ დღეს პირიქით თუ მან რუსეთთან დაპირისპირება წააგო, იგი ყველაფერს კარგავს.
და სწორედ ამიტომ არის უკიდურესად გამძაფრებული ეს დაპირისპირება. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს რუსეთი მარტოა. იოსებ სტალინის დროს კი მასთან იყო დანარჩენი 14 რესპუბლიკა. მაგრამ რაც ყველაზე უფრო მეტად რთულია, იოსებ სტალინი ხალხამდე თავისი აზრის მიტანას გაცილებით ადვილად ახერხებდა. დღეს კი პუტინი იძულებულია დიპლომატიურად შენიღბოს სათქმელი და ისიც მსმენელამდე არსებული იდეოლოგიის გამო და მედიის ფსევდოპატრიოტული მედიის მუშაობის გამო დამახინჯებით მიდის. სწორედ ამიტომ ვლადიმირ პუტინის წინაშე არსებული გამოწვევები გაცილებით რთულია და მას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მოწოდება „ზა როჯინუ ზა სტალინა“ დღევანდელ დღეს უნდა შეიცვალოს რუსეთში მოწოდებით „ზა როჯინუ ზა პუტინა“ და თითოეული ჩვენი თანამოაზრე, რომელსაც რუსეთის გამარჯვება სურს, ასე ვთქვათ, სწორედ ამ ნარატივს უნდა მიხვდეს. არადა ხალხსაც ტვინსურევენ სამწუხაროდ თუ საუბედუროდ 1000 სისულელით პუტინის სასახლეებითა და მისი მილიარდებით. ასევე მისი მითიური თანამშრომლობით მასონებთან და ებრაელებთან და სიონისტებთან. თან დასავლეთს ებრძვის, თან დასავლეთს პირველ რიგში მისი მოცილება უნდა ხელისუფლების სათავიდან და თან მათთან მეგობრობს. გასაოცარი ლოგიკაა. მაგრამ აი ამ ლოგიკას და აი ამ პრინციპებს ძალიან ადვილად იჯერებს პატიოსანი ხალხი. პატიოსანი, მაგრამ პოლიტიკაში ღრმად ჩაუხედავი და აკადემიური განათლების გარეშე მყოფი ხალხი. სწორედ ამიტომ მეგობრებო, გმართებს ძალიან სერიოზული დაფიქრება. ის ინფორმაცია, რაც მე დღევანდელ დღეს მოგაწოდეთ, გაითვალისწინეთ. კვლავ შემოგთავაზებთ ასეთ საინტერესო და დამაფიქრებელ ინფორმაციებს. მომავალ შეხვედრამდე გისურვებ წარმატებებს.